ყველას გილოცავთ მირქმის დღესასაულს. დღეს დიდი დღესასაულია. უფლის ტაძრაში მიყვანების დღე არის. და ღმერთმა ინებოს ისე ვიცხოვროთ, რომ სული ცხოვრება დავიმკვიდროთ. დღევანდელ დღეს წაიკითხე ესეთი ადგილი სახარებიდან. მართალი სვიმეონი იესო ქრისტეს ეუბნება ყრმას, რომ განუტევოს. ანუ მისცეს ნება, რომ გარდაიცვალოს. ადამიანი როდის გარდაიცვლება, ამას წყვეტს ღმერთი. არ შეიძლება ადამიანი ღმერთის ადგილზე დადგეს და გადაწყვიტოს, ვინ იცოცხლოს და ვინ არ იცოცხლოს. სამწუხაროდ დღეს ექიმები ძალიან გაკადნიერებულები არიან და თავიანთი გამოკვლევების მიხედვით ადამიანებს ეუბნებიან, ამან იცოცხლოს, ამან არ იცოცხლოს. და თან ამ პასუხისგებლობას ტვირთს აკისრებენ მშობელს. ძირითადად ეს ხდება გამოკვლევაზე, რომ მიიყვანენ, ეხოსკოპიით დაახიდავენ და იტყვის ექიმი, რომ ეს ბავშვი ავათარი, ჯამთელი ვერ დაიბადება. და მერე მშობელს ანიშნებს, რა უნდა გააკეთოს. ჩვენ გქონია ჩვენ ცხოვრების განმავლობაში შემთხვევები, როდესაც ექიმები შეცდნენ. ჩვენ მრევლში არის ძალიან ბევრი ბავშვი, რომელზეც ეუბნებოდნენ ექიმები, რომ იქნებოდა ავადმყოფი, მაგრამ არის ჯამთელი. ერთზე ეუბნებოდნენ, საერთოდ თავი არა აქვს. ის ბავშვი აქ დადის და უკვე გაიზარდა 5 წლისაა. ნებისმიერ ადამიანს ენდომება ესეთი ლამაზი შვილი ან შვილიშვილი ყავდეს. არ შეიძლება კომპიუტერს მიენდო კაცი და ადამიანს გადაუწყვიტო, უნდა დაიბადოს თუ არ უნდა დაიბადოს. აი ექიმები დაფიქრდნენ, აი დღევანდელ დღეს მირქმას რას აკეთებენ, როცა ასეთ რჩევას აძლევენ ადამიანებს. ნახეთ, მოხუცებული სვიმეონი მიიქვა რა ყრმა მაცხოვარი, დაინახარა მასში ღმერთი და აღსრულებული წინასწარმეტყველება თხოვა, რომ მიეცა ნება გასულიყო ამ ქვეყნიდან. ეს მხოლოდ ღმერთ შეუძლია და არავითარ შემთხვევაში ადამიანს რომ გადაწყვიტოს, ვინ იცოცხლოს და ვინ არ იცოცხლოს. ერთი წერილი მინდა წააკითხოთ არქიმანდრიტი რაფაელის, რომელსაც ასე ქვია. აქვს თუ არა სიცოცხლის უფლება ავადმყოფ ბავშვს. ვაკურთხე. სპარტის მთიანი პელოპონესის დედოფლისა და ათენის მრისხანე მეტოქის სიახლოვეს იყო კლდე, რომლის ციცაბო ფერდში ხევი ეშვებოდა. ამ ადგილს ძველ დროს არ სტუმრობდნენ ტურისტები, რომლებიც დღეს ფოტოაპარატები დარბიან და ჭიანჭველებივი დაფუსფუსებენ მსოფლიოს არქეოლოგიურ რუკაზე. აქ არ მოდიოდნენ პოეტები, რათა დამტკბარიყვნენ მთვარის ღამის უძირო ოკეანეში მცურავი ამ ცეცხლოვანი ყინულის ლოდის იდუმალი ვერცხლისფერი შუქით.
კლდის ქარაფზე, როგორც ციხე-სიმაგრის ბაქანზე, სპარსელებს მოჰყავდათ შვილები, რომლებიც ქალაქის უხუცესების აზრით ვერ შეძლებდნენ გამხდარიყვნენ ამტანი მეომრები. მშობლების თვალწინ ყრიდნენ უფსხრულში, როგორც პირსესხლიანი ურჩხულის ხახაში. სპარსელებს არ უნდა შეცოდებოდათ ვინმე. ქალაქ სახელმწიფოში, რომელიც სამხედრო ბანაკს ჰგავდა, არ იყო ადგილი ავადმყოფების, სუსტების და ხეიბრებისათვის. ეს ჰეკატომბა საუკუნეების მანძილზე გრძელდებოდა სპარსის ძლევამოსილებისა და დიდების გასამტკიცებლად. ქალაქი როგორც ზღაპრული ურჩხული თქავდა საკუთარ ნაშიერებს, თუ ისინი ბასრი კბილებისა და ბრჭყალების გარეშე დაიბადებოდნენ. შესაძლებელი რომ ყოფილიყო მოკლული ბავშვების სისხლის ერთად შეგროვება, ის ხევს ისე აავსებდა, როგორც გულუხვი მასპინძელი ავსებს პირამდე სასმის ღვინით. სპარტაში თავშესაფარს პოულობდნენ მკვლელები და ბოროტმოქმედები. დამნაშავე, რომლის კუნთების ბრინჯაო შვილდივით მაგარი იყო, გმირად ითვლებოდა. ბავშვი კი, რომელსაც არ შეეძლო მამის იარაღის აწევა, უნდა მომკვდარიყო. სისასტიკე და თანაგზნობა ორი უდიდესი დანაშაული იყო სპარტელებისათვის. მაგრამ სისასტიკის, სელექციისა და დაკანონების ეს ცდა წარუმატებლად დასრულდა. სპარტელები, რომლებიც ოდესღაც დარიოსისა და ქსერქსეს ურიც ლაშქარს უკუაგდებდნენ, თავიანთი ისტორიის დასასრულს საამარცხვილოდ გაიქცნენ სციპიონის ლეგიონებისაგან. მათი უკანასკნელი მეფე რკინის გალიაში ჩასვეს, როგორც საკვირველი მხეცი. სპარტა გაქრა. ის თითქოს იმ უფსკულში ჩაითქა, სადაც ქალაქის გალავნიდან ნაგავივით ყრიდა თავის შვილებს. სპარტის მორალი მოეწონათ ჯანსაღი სხეულის თანამედროვე თაყვანისმცემლებსა და იმ ჰუმანური მეცნიერების წარმომადგენელ ქალბატონებს, როგორიც მედიცინაა. ვინმე სგ პრესაში გამოვიდა წინადადებით, რომელიც კანიბალს შეჰფერის. ლაბორატორიულად დადგინდეს ნაყოფის მდგომარეობა. შემდეგ კი ანალიზის შედეგების მიხედვით ბავშვის სიკვდილით დაისაჯოს ან მას სიცოცხლის უფლება მიეცეს. ასეთი გამოკვლევა, რაც შეიძლება ადრე უნდა ჩატარდეს, დაყოვნება შეიძლება უბედურებად ექცეს მშობლებსა და ბავშვს, წერს იგი. თურმე ეს ავადმყოფ ბავშვზე სათუთი ზრუნვა ყოფილა. მაგრამ სგ გვთავაზობს ბავშვის თავი მოვკვეთოთ, რათა ავიცილოთ შესაძლო ტანჯვა, ოჯახს კი მოსალოდნელი ხარჯები. იქნებ თანამედროვე სპარტელ ქალბატონს დისერტაციის დაწერა უნდა, რომ ამი დოქტორის დიპლომი მიიღოს. როგორც ჩინეთში ანიჭებდნენ სამედიცინო ხარისხებს მათ, ვინც წამების ახალ ხერხს გამოიგონებდა. სამწუხაროდ ხდება ისეთი რამის მტკიცება, რაც ზნეობრივი გრძნობისათვის აშკარაა და კერძოდ ის, რომ კაცი ჭამიობა სისაძაგლეა. კაცობრიობის კულტურის ყველა დარგის, მეცნიერების, ფილოსოფიის, ხელოვნების, ბევრ დიდ ადამიანს ჰქონდა თანდაყოლილი დეფექტები, დარღვევები და უკურნებელი დაავადებები, მაგრამ მათ ნებისყოფითა და შეუპოვრებით გადალახეს ეს ყველაფერი და კაცობრიობის ტვირთის ნაცვლად მის დიდებად იქცნენ. ადამიანის ბუნება ისეა მოწყობილი, რომ ფიზიკურ ნაკლს სხვა ძალის თუ უნარის განვითარება ანაზღაურებს.
ადამიანის ნიჭი ვერ დადგინდება ქიმიურ ლაბორატორიული გზით ან რენტგენის სხივებით. ბრმა ჰომეროსი, რომელმაც განადიდა ბერძნების ლაშქრობა ტროაზე სპარტელების თაოსნობით, სპარტაში რომ დაბადებულიყო, კაცობრიობას არ ექნებოდა ილიადა და ოდისეა. კაცობრიობას ტვირთად აწვევიან არა ფიზიკური, არამედ ზნეობრივი გონჯები, თუმცა მათ უფრო მეტად იწყნარებენ. ავადმყოფი ბავშვის ემოციური ცხოვრება შეიძლება ჯანმრთელზე ღრმა იყოს. ხშირად ავადმყოფი ბავშვი უფრო გულისხმიერი და თბილია მშობლების მიმართ, ვიდრე ჯანმრთელი. თუ ოჯახი ზნეობრივი სკოლა, სნეული ბავშვები ოჯახის წევრებს მოწყალებას ასავლიან. სიკეთის კეთება უკვე ბედნიერება და ამიტომ ავადმყოფებთან ურთიერთობამ და მათთვის დახმარების გაწევამ ადამიანს შეიძლება სულიერი სიხარული მოუტანოს. ბავშვის მკვლელობა ადამიანის ცხოვრების ყველაზე ზნეობრივი ორიენტირის დაანგრევა. ეგოიზმსა და სისასტიკეს ბედნიერება არავისთვის არ მოუნიჭებია. ხშირად დედას თავისი შვილებიდან ყველაზე მეტად სწორედ ავადმყოფი უყვარს. ტანჯვი ჩობილი განსაკუთრებულად ძვირფასია. ქრისტიანული თვალსაზრისით დაუშვებელია ვინმე ადამიანის სიკვდილ სიცოცხლის საკითხს წყვეტდეს. ეს უფლება მხოლოდ ღმერთს ეკუთვნის. ოდესღაც ანტიოქიაში აჯანყება მიფეთქა. ბრბომ დაამსხვრია იმპერატორ თეოდოსი დიდისა და მისი მეუღლის პლაკილას ქანდაკებები. იმპერატორმა გადაწყვიტა სასტიკად დაესაჯა ქალაქი, რომელიც აღმოსავლეთის დედაქალაქად ითვლებოდა. ანტიოქიის პატრიარქი ფლავიანი ევედრებოდა იმპერატორს შეეწყალებინა ანტიოქია. მაგრამ მეფე უდრეკი იყო. დაემსხვრიათ ჩემი გამოსახულებები, ამბობდა იგი. მე ცოდვილი ადამიანი ვარ, მაგრამ რა დაუშავა მათ ჩემმა მეუღლემ? მაშინ პატრიარქმა უპასუხა: შენ ხელგეწიფება ადამიანის სიკვდილით დაჟა, მაგრამ შეგიძლია, როცა მოისურვე მკვდრეთით აღადგინო ისინი. იმპერატორი დაფიქრდა და თქვა: მე ადამიანი ვარ და არა ღმერთი, რომ ეს გავაკეთო და ჩანაფიქრზე უარი თქვა. სარეცელზე მიჯაჭვური ბევრი ავადმყოფი მოთმინებისა და მოუკლებელი ლოცვისათვის ზნეობრივ ნიჭებს და მათთვის, ვინც წუთისოფელი ჭკუასოსთა თვლიდა, უმაღლესი სულიერი სიბრძნის კარი იღებოდა. ქრისტიანობა მიწიერ ყოფას უყურებს როგორც მარადისობაში მიმავალ გზას, როგორც პერიოდს, როცა ადამიანის პიროვნება ყალიბდება. ამიტომ ჯანმრთელობა და ავადმყოფობა არის სიტუაციები, რომლებშიც იმყოფება ადამიანი და სადაც ვითარდება მისი ხასიათი და ზნეობა. ხანგრძლივი და უკურნებელი სენი ის უკიდურესი პირობებია, რომლებშიც შეიძლება გამჟღავნდეს ჩვეულებრივი ადამიანისათვის მიუწვდომელი ძალა და ნიჭი. საკუთარი თავისთვის ბავშვის ბედის გადაწყვეტის უფლების მიცემა თავისი აზრით ლოგიკური შედეგია სასტიკი მატერიალისტური მსოფლმხედველობისა, რომელიც ძლიერის მიერ სუსტის განადგურებას ევოლუციის პრინციპად, ადამიანს კი ბიოსისტემად აცხადებს. ქალბატონ სგ მეცნიერებას თხოვს დაეხმაროს იმაში, რომ დროულად იყოს შესაძლებელი წუნდებული პროდუქციის გარჩევა ნორმის შესაბამისობისაგან, რათა წუნი თავად წარმოების პროცესშივე განადგურდეს. მან, ვინც ავადმყოფი ბავშვების მკვლელობას უშვებს, უნდა დაუშვას ყველა ავადმყოფის, მოხუცისა და
ჭკუანაკლულის მკვლელობაც. ანუ ფაშიზმის ცინიზმს უნდა გადააჭარბოს. თუმცა ქალბატონს სგ-ს გონივრულად არ მიიჩნევს ანგარიშორებას ყველა ავადმყოფთან. არა, ის პროფესიით ექიმია. ასეთი პრაქტიკა კი მოგებას მხოლოდ მეკუბოებს მოუტანს. სულ სხვა მეცნიერების ახალი დარგი, რომელსაც შეიძლება მაგალითად რაციონალური დემოგრაფია ვუწოდოთ. მიმზიდველი პერსპექტივა ბავშვების დაავადებების დიაგნოსტიკა შესაძლებელი იქნება ჯერ კიდევ მუცლად ყოფნის პერიოდში და დაავადებაში ეჭვმიტანულ ემბრიონს ისე მოკლავენ, თითქოს იგი დედის მუცელში ჩასობილი ტკიპა იყოს. ასეთი ოპერაციიდან მიღებულ ფულით კი უფრო სწორად იატაკზე დაბნეული ხურდებით შესაძლებელია საქველმოქმედო საზოგადოების დაარსებაც კი. როცა ბერძნებმა ტროა დაიპყრეს, ცოცხლად დარჩენილ მოქალაქეებს ნება დართეს, დაეტოვებინათ დასაწველად განწირული ქალაქი და თან მხოლოდ ერთი ნივთი წაეღოთ. ტროას ცნობილმა გმირმა ენეოსმა მხარზე შეისვა თავისი მოხუცებული და ავადმყოფი მამა და თქვა, რომ ეს მისი უძვირფასესი კანძია, რომელები თავის წინაპრად ენეოს თვლიდნენ და რომის ძლიერების მიზეზს მის კეთილშობილურ საქციელში ხედავდნენ. უნდა ითქვას კიდევ ერთი რამ. სპარტის ადგილას ახლა ერთი ბეწო სოფელია საფლავზე დაგდებული ძეგლებით. იქ ისეთი დიდებული ნანგრევებიც კი არ შემორჩა, როგორიც კორინთოსა და თებეშია. ათენი კი სპარტის მეტოქე, სადაც ადამიანის, მათ შორის მონის და ბავშვის სიცოცხლე კანონით იყო დაცული. საბერძნეთის დედაქალაქი და ელადის სიდიადის სინდრომი გახდა. ისა სინონიმი გახდა. ეხლა ეს წერილი ჩვენას დასაწყისში ძალიან მოკლედ თქვით, ამას ძალიან კარგად გვიხსნის. არავის არ აქვს უფლება გადაწყვიტოს ვინ იცოცხლოს და ვინ არ იცოცხლოს. ექიმებს ფიცი აქვთ დადებული, რომ ყველაფერი უნდა გააკეთონ, რომ სიცოცხლე გადაურჩინონ ადამიანს. ექიმები დღეს თავაზობენ, რომ ჩვენი შვილები დავხოცოთ. ამას რაღაც ნაკლი აქვს, იმას რაღაც ნაკლი აქვს და ესეთი რამე არ ელევათ. წარმოიდგინეთ, ფაშიზმს გმომენ და ფაშისტებზე უარესად იქცევენ. შეიძლება დისერტაციის დაცვაც უნდა ამ ქალბატონს, რომ ეს მოსაზრება წამოაყენა, რომ ბავშვები გამოვიკვლიოთ, თუ ნაკლია გავანადგუროთ, რომ ოჯახს არ ქონდეს ზედმეტი ხარჯი და ტკივილი. იმიტომ რომ არ გტკიოდეს, უნდა მოაჭრა შვილს თავი. არც მეტი და არც ნაკლები ამას თავაზობს. აღით აქ როგორი რაღაც ითქვა. ის რასაც ცნეული ადამიანები აღწევენ, ჯანმრთელები ხშირად ვერ აღწევენ. ბევრი ცნეული ადამიანი, რომელიც მიჯაჭვულია საარეცელს, მუდმივი ლოცვის გამო, მოთმინების გამო, ისე სულიერების სიმაღლეზე ადის, რომ ჯანმრთელ ადამიანები იქამდე ვერ მიდიან. ამისი მაგალითები უამრავი ყოფილა.
აქაც კარგად ითქვა. სპარტაში რო დაბოდებული იყო ჰომეროსი, მოკლავდნენ. ვერ ხედავსო. და თანახით რა არის? ოჯახში თუ არის ნეული ბავშვი, ეს ტრაგედიად მიაჩნიათ. ეს არის თვის განსაკუთრებული წყალობა. რომ მასე იზრუნო, ანუ გეშო, შენი სულის გადაარჩინო და მასაც დაეხმარო. ავადმყოფის მოვლა ადამიანს ანიჭებს ბედნიერებას. იმიტომ რომ სათნოება შადის. და ჩვენ კიდე წარმოგვიჩენენ რომ ეს არის ტვირთი. აი მაშინ თუ ესე მიუდგებით, კაცრო სიმსივნე აქვს. თვეები რომ უნდა იტანჯებოდეს. ქიმიების, გადასხმების, სხივების მიღების დროს. რატო? ამაში ფული იშოვება. დიდი ფული. და იმ ბავშვის მოკვდინებაზეც ფულს იღებენ. ექიმები სამწუხაროდ ფულის კეთების გამო არის ზოგი დღეს ექიმი. ყველას არ ვამბობ და არ გულისხმობ, ერთად დავიმფაროს, ძალიან ბევრი კაი ექიმიც არის და მადლობა ღმერთს ვარიან. და ისინი რო არ იყვნენ, მე ნახეთ ესენი რას ესავდნენ. როგორ უნდა უთხრა მშობელს შვილი მოკალიო? შენი შვილი რაღაცა ვერ მოვითარდება მუცელში და მოკალიო, როგორ უნდა უთხრა? გული არა გაქვს შენ, ქვა რაღაცა გიდევ შიგნით და ხეცი ხარ. ხეცი არ კლავს თავის შვილს. რამდენჯერ ვიცით რომ დედა თავისი ნაშიერისთვის ეწირება. და ესენი რას აკეთებენ? იცით რატო? ადამიანი ამბობს რომ ვარ მე მართლმადიდებელი, მაგრამ შინაგანად მართლმადიდებელი არ არის. ჩვენ მოგვატყუეს. აი კაც ეკითხები მართლმადიდებელი ხარ კი? ნებისმიერ საკითხს, რომელზეც დაუწყებ ლაპარაკს, ლაპარაკობს არა მართლმადიდებელივით. ეშმაკმა ნახეთ რა მოიფიქრა, დოგმატებს არ ეხება, ხო ეგ ეგრეა. მაგრამ ყველა ყოფით საქციელში ადამიანს დააჯერა რომ უნდა მოიქცეს ისე, რასაც წარმართობა ამბობს. მაგალითად, შვილი მუცელში ჯამთელია თუ სნეული, ამას რო გაიგებ, მერე სპარტელივით უნდა მოიქცეს და სპარტელები წარმართები იყვნენ და რაც მოიგეს, ქეგ მოგიყევით. დარიოს და ქსერქსეს უმკლავდებოდნენ და ბოლოს ბრძოლის ველიდან გაიცნენ რომის ლეგიონებთან და მისი ბელადი ბოლო მეფე ჩასვეს ხეცივით გალიაში. განა ომში მოკვდნენ სამა სპარტანელს უყურებთ კინოში. გაიცნენ. ისინი ვინც სისუსტეს მიიჩნევდა დანაშაულად და სისუსტის გამო ადამიანს კლავდნენ. მერტმა ამხილა, რომ ეს ცნობიერება იყო არასწორი. ეხლა თანამედროვე ქრისტიანი ამას რატო აკეთებს, მე მაგას ვერ ვიგებ. ქრისტიანი ქალი ხარ, ყოველდღე უყურებ ღვთისმშობელს, რომ უჭირავს ყრმა ხელში. და შენსაც როგორ კლავ? როგორ უნდა შეხედო ღვთისმშობელს? ჯვარცმის წინ მაცხოვარმა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს უთხრა იოანე ღვთისმეტყველზე, აჰა, ძე შენი. და იოანე ღვთისმეტყველს უთხრა, აი, დედა შენი. ამ სიტყვების შემდეგ ღვთისმშობელი არის ყველას დედა.
და დედას, რომელსაც არ უნდა რომ დაუშვილი გააჩინოს. ექიმებმა ისე უთხრეს, რომ დაგეგმა რომ შვილი მოკლას. თუ თვითონ ამბობს უარს თავის შვილზე, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს ატუართმევს თავის შვილს. არა აქვს მაგის უფლება. რომ დაინახავს ტაძარში რომ ბავშვები მოყავთ საზიარებლად. ხო უნდა კითხოს თავის თავს, სად არის თავის შვილი? შვილები თისთვის ეზიარებიან რომ მოყავთ. ამან კიდე თავის შვილს თავის სისხლი დაალევინა და სისხლი მოკლა. შეიძლება მოვიდეს ეს ქალი და შეინანოს და ღმერთმაც აპატიოს. მაგრამ თავის შვილს მაინც ვერ უშველეს. იმას ვერ გადაარჩენს. აბორტის დროს დაჭრილი ნაკუწებად ქცეულ შვილს ვერ გაამთელებს და მღვდელს ვერ მოუყვანს და ვერ ეტყვის მომინათლეობა. ექიმმა უთხრა რომ ჯამთელი არ არისო. და ამან თავის შვილს სიცოცხლე წაართვა. და ორივე სიცოცხლე წაართვა, მიწიერიც და სულიერიც. და როგორ უნდა გაბედოს ადამიანმა? როცა ეტყვიან ქალს რომ შვილი ჯამთელი არ ეყავს და თუ იყოჩაღებს და იტყვის რომ მე მაინც უნდა გავაჩინო, მე რეცტრას ეუბნებიან. მუცელში რომ მოწყდესო, შეიძლება შენს მოკვდეო. აშინებენ. და ადამიანი ივიწყებს რომ ეს სიცოცხლე აქ იყო და ეს არის პერიოდი. ამ პერიოდში უნდა ვაჩვენოთ ჩვენი ხორცელი, ეს არის პერიოდი, სადაც უნდა ვაჩვენოთ როგორები ვართ. აქ წდება ჩვენი მარადისობაში, სად ვიქნებით. ჩვენი ხასიათი ყალიბდება, ზნეობა ყალიბდება. აი ვიწყებს ადამიანი, რომ უნდა ცხონდეს, რო არის ასუფეველი და უნდა რამე არ მოუვიდეს საკუთარ შვილს კლავს. და ცხოველმა ხო აჯობა. აჯობა. იქ ის ეწირება და ეს შვილს კლავს, იმიტომ რომ თვითონ იყო ცოცხალი. და იცი ზოგჯერ რას გვეუბნებიან, ოჯახმა მხარი არ დამიჭირა. ვერ გამიგეს. ვის უსმენ? კაცი რომ მოვა და გეუბნება, ვინც გინდა იყოს, გინდა ოჯახისეული, გინდა ექიმი, შვილი მოკალიო. როგორ უნდა დაუჯერო? გაიქცე იქიდან. მერთმა დღევანდელი დღის მადლით ვისაც გადასაწყვეტი აქვს როგორ მოიქცეს. გადასაწყვეტს იმიტომ ამბობ რომ მთლად მორწმუნეობის გამო ფიქრობს რა გააკეთოს. თორემ მორწმუნე ადამიანმა, უბრალოდ ზნეობრივმა, საერთოდ ადამიანმა, ვისაც ადამიანობა შენერჩუნებული აქვს, იცის რა უნდა გააკეთოს. მეთქმა ძალა მიცეთ რომ სწორედ მოიცნენ. მთელი ცხოვრება თუკაც შეიძლება ადამიანს თავს დევს თავისი მოკლული შვილი და ამხელს. იმპერატორმა ძმა მოკლა, იმპერატორობა არ წამართვასო. ყოველ საღამოს მოსთან მოდიოდა მოკლული ძმა და ეუბნებოდა ფიალას აწვიდა, თავისი სისხლით ავსეს, შესვიო, ხო ესე ძალიან გინდოდა ამის დალევა. ეს იმპერატორი გაგიჟდა. და ბოლოს აბანოში თავის სახურმა გაგუდა.
ადამიანი, რომელიც ძიმე წოდებით არის დამძიმებული და რომ მივა ექიმთან, ნერვოზი მაქვს. ექიმები ტაბლეტკებს გამოუწერენ. აბებს. არავინ არ ეტყვის, რომ წადი შეინანე. შენი წოდები, რომელიც გაწუხებს და არ გაძინებს. მოსვენებას არ გაძლევს. ნერვოზი არის შეუნანებელი წოდებისგან გამოწვეული სნეულება. ქრისტიანს თუ სწორად ცხოვრობს, იმას ნერვოზი არ აქვს. და ამ ექიმებს ერთმა მისცეთ სინანული, რომ დაფიქრდნენ, ეგენი ღმერთები არ არიან, ჩვეულებრივი ადამიანები არიან. თეოდოსი დიდი, როცა პატრიარქმა უთხრა ფლავიანემ, რომ შეგიძლია დახოცო ანტიოქიელები, მაგრამ გააცოცხლებ მაგათო. იცით რა უთხრა? მე ღმერთი არა ვარ. ამაზე დაფიქრდა და აღარ დაარბია, აღარ დაანგრია აღმოსავლეთის დედაქალაქი. ამათაც კეთილინებონ და დაფიქრდნენ. მერთები არიან თუ ადამიანები. თავიანთი სინდისი რო ეტყვით, რომ ადამიანები არიან, მერე ისე მოიცნენ, როგორც ადამიანებს შეშვენით. ღმერთმა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ლოცვებით დაიფაროს ყველა ის ადამიანი, ვისაც ეს განსასწრელი აქვს. და ინებოს ის ბავშვები, რომლებსაც ეუბნებიან, რომ ავადმყოფები არიანო, დაიბადონ ჯანმრთელები. ამისი მაგალითი არაერთ მღვდელს არაერთჯერ ყურია. აი ეს ბავშვები ჩვენთან ერთად იზრდებიან ახლა. და თუ გულსმელები იყვნენ ის ექიმები, მე ესეთი კითხვა მებადება, რატო არ თქვეს, რომ აი მე შემეშალა, მე ვთქვი, რომ ბავშვს არ ქონდა თავი და დაიბადა ჩვეულებრივი. მე ვთქვი, რომ ბავშვს ქონდა სინდრომი, დაუნის სინდრომი, არ ქონდა თირკმელი. მაგრამ აქვს და არ არის დაუნის სინდრომი. რატო არ ამბობენ? ფარისევლები არიან. თითქოს ადამიანებზე ზრუნავენ და სინამდვილეში სხვა საზრუნავი აქვთ. ერთმა ყველა ცოდვილს მისცეს სინანული, მათ შორის ჩვენც. ამინ.